ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. როდესაც ახალ გულგრილი კამერების მიმართ, როდესაც შეგიძლია ექსპრონტად გამართო შოუ ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ესე იგი შენ იცი შენი საქმე. ესე იგი შენ ნამდვილად ხარ ქართული ჰიპ-ჰოპის მამა. რამზარე, რიზარე, ვინახა, რა გინ დამხორების დედა, ერთაუთი გაგიძდა. როდესაც ქუჩა გიწევს მაღალ ნიშნებს, ციგრე გაძლევს უმაღლეს განათლებას და მუდმივად გადიხარ ბეწვის ხიდზე, ყველანაირი უხერხულობა დაძლეულია. ტკივილნარევი პროტესტი თუ არანორმატიული ლექსიკით შემიღული პოპულიზმი. ლექსენი რომ შენთან მოსულიყო რჩევის მისაღებად. ფურცლებს თავზე გადაახვევდი. ვის ფასად უჩდება მამაც ბედინას, გულწრფელი აღიარება. ყველაში მე ძალიან რა. ნახეთ სამშაბათს ბედინას სიმართლის დრო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100 აგრესიულად. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის თავზე. წესების თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ დარბაზს 100,000 ლარით. მიხეილ ბედინაშვილი, იგივე ბედინა, 33 წლის რეპერი თბილისიდან. დასაქორწინებელი, პოლიგრაფზე ტესტირებისას მან ექსპერტის მიერ დასმულ 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, მიხეილ ბედინაშვილი, იგივე ბედინა. What's up, man? მადლობა. ჯენტლმენი ბედინა როგორ არის? მენება. როგორ გრძნობთ თავს? ხომ არ ნერვიულობთ რამეს? არაფერი. ყველაფერი კარგად თავის ხო, როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის? სიმართლის ხაზზე. საერთოდ რეპი სიმართლეს ქადაგებს, ხო? რა თქმა უნდა. მოდი ჯერ გავიცნოთ ვისთან ერთად მოხვედი და მე უკვე წესებს აგიხსნით, თამაშს დავიწყებთ. ორ გოგონასთან ერთად მოვიდა ბედინა. სახელი და ვინ არიან? შეიძლება ხალხი უყუროს და გონიათ ეს კაცი რეპერია თუ დიზაინერია. არა, იმისთან სამეგობრო მყავს. საძმა კაცო რომ არ უყურს ტელევიზორში გამოჩენა და ყველაზე თავისუფალი, ყველაზე ახლო მეგობრები, ჩემები, გოგოები, მანდილოსნები, ჩემი უსაყვარლესი ხალხი. ვის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ხოლო ვისთან ერთად ცხოვრება ხანდახან აუტანელია ხოლმე. მანდილოსნები. შესანიშნავი, შესავალი იყო, მაგრამ სახელებს გვიმალავს თქვენ თუ გვეტყვით, თორე რა არის ძახის? ნიკობულია. სასიამოვნო თქვენ? ნინო ლულუაშვილი. ძალიან სასიამოვნო. შესავლიდან გამომდინარე მე უკვე სხვა სახელებს ვიძახი, იმიტომ რომ რას ეძახი შენ? კუკუშას ორივეს. კუკუშა? ხო. და რატომ რო არ აგერიოს? იმიტომ რომ ერთ და იგივე ჩემი დაქალებიც არიან და ჩემი ზმაკაცებიც არიან. ჩემი ოჯახის წევრებიც არიან და მხოლოდ მეგობრები ჩემოიფარგლები მაქვს. ჩემები არიან. და ყველას კუკუშას ეძახი. შენები არის. ყველა პირად მეგობარ მანდილოსო კუკუშას ვეძახი, იმიტომ რომ აი რაღაც დაკავშირებულია რასთან არის დაკავშირებული? აი მეგობრობა და ეს მანდილოსანი ხავს. ცნაური ჟესტი გააკეთე. ძმაკაცი მანდილოსანი ხავს? ძმაკაცი მანდილოსანი. ძმაკაცი მყავს ძალიან ბევრი და მანდილოსანი მეგობრებიც მყავს ძალიან. მანდილოსანი რომელსაც შეიძლება ძმაკაცურად იმეგობრო, ეგეთი ხავს? აი ეს ორია. რომელიც ვიცი რომ ჩემზე ნასრულტყვიად გადაეფარებიან და უაშკაცესი მანდილოსნები. მოკლედ თქვენ ესე იგი ჭირშიც და ხინშიც მასთან ერთად ხართ. რთული სიტუაციები ქონია თქვენ ბედინას, როცა მართლა გადაფარვა ან რაღაც დაცვა დაგჭირვებიათ მისი. თქვენ გახმარება დაჭირვებია. რეანიმაციაში რო იყავ, ეგ გახსოვს? იყო
მაგაცურად მედგა გვერდში. როგორ? მაგაცურად მედგა გვერდში. ეს სად ხდებოდა? რეანიმაციაში, რესპუბლიკურ განყოფილებაში შენ მოხდი? ინტენსიურში პირველ სართულზე. ზაგედოდა რეანიმაციაში. რასო? სიმართლეს ანდახან შეეწირა? სჭირდება თავშეწირვა, მაგრამ გადავში. დამიჯერე აქედან ჯანი მთელი წავა. სულიერად ვეხმარებით ხოლმე ერთმანეს. ეს სიტუაცია არა, რომ აქ მე რაღაცა მომივიდეს. ხოდი მე ახლა აგიხსენ შენ წესებს, ეს არის საკმაოდ მარტივი წესები, გვაქვს რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 კითხვისგან, მარტივი კითხვებია და რა თქმა უნდა, მართალ პასუხს მოცემ, გახდები გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. შემდეგ უკვე სხვა ეტაპებია. კითხვები იკლებს, მაგრამ სირთულეები იმატებს. შესაბამისად, თანხაც იმატებს. მარტივია. თქვენ გაქვთ ღილაკი, თუ რამე კითხვა არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ეს ღილაკი გამოიყენოთ, მე კითხვაში შევცვლი. ოღონდ არ ვიცი რამდენად სასიამოვნო ან მარტივი კითხვით შევცვლი ამ ყველაფერს. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. სანამ შენ კითხვას დაგისვამ, ნებისმიერ დროს შეგიძლია უარი განაცხადო, ადგე და გაიქცე. მე ჭმოქს რომ შენ არ გაიქცე. სიმართლისგან არასდროს არ გავხსეულობ და ნაკა კალატულიშვილისგან თუ გავიხსენე, გავიხსენე. აი ეს რა მანერა, რატო ვერ ისწრებ ახლა აი ბოლოს ვერ არება. ახლა ეს გეხმარება, გინათქვა რომ არ ნერვიულო? ნერვიულობ. მათხოვე. იმიტომ რომ 100.000 ვეთამაშები. როგორ დამებრუნე? როგორ დამებრუნე? აბა რა სვიზა უბრალოდ რომ არ ინერვიულო, მე აქ შევინახავ ამას. სხვა რამეს მოვიფიქრე მაშინ. არა, არ გინდა, ნუ ინერვიულო. თავდაჯერებული მამაკაცი ხარ, არ გინდა. დამებრუნე ძალიან ხო? შენ პრინციპში ერთ-ერთი პირველი რეპერი ხარ და საერთოდ შენით დაიწყო მე მგონი რეპი საქართველოში 93 წელს დაიწყე უკვე. ნახე მეც დამეწყო. შეზაგეწყო ხო? 93-ში დაიწყე ხო შენ? კი, 92-13 წლები იყო. რატომ და გადაწყვიტე? აი პრინციპში ეს იყო პერიოდი, როდესაც ალბათ ბევრი სათქმელი იყო. ბევრი ტკივილი იყო და მაშინ არც თუ ისე პოპულარული მიმართულება იყო, იმიტომ რომ პრინციპში უცხოელი შემსრულებლების ნელა-ნელა მაშინ დაიწყო შემოსვლა ამ კულტურამ, ხო ჩვენ? არანაირი ინფორმაცია არ იყო მაშინ რეპზე და ჰიპ-ჰოპზე საქართველოში. მაშინ იყო ერთ-ერთი ინფორმაცია რუსულს გამოვიყენე, გრუს 200. ეს არის სინკის კლუბში დასვენებული ჯარისკაცი და ეს იყო ომიანობის პერიოდი, როცა იყო ომი. ომი სრულიად მთელი საქართველოში. როცა არ იყო. რამდენი წლის იყავი მაშინ? 17 წლის ბიჭი ვიყავი. პერიოდი იყო ისეთი, როცა უნდა გეჭამა, თორე შეგჭამდე, როცა უნდა გესროლა, თორე გესროლა, როცა უნდა მოგეპარა, თორე მოგპარავდნენ. მოგიპარავდნენ? როგორ? თორე მოგიპარავდნენ? რა თქმა უნდა, იყო პერიოდი ესეთი. თუ შენ ეს ყველაფერი გაიარა. თუ კაი ტიპობა გინდოდა, მე ასეც ეგეთ მაგაზინს საუბარი რა. თუ კაი ტიპობა და კაი ბიჭობა გინდოდა, ანუ ეს კაი ტიპობის გამო გახდი რეპერი თუ აი რატომ? მე არ გავხდი არაფრის გამო რეპერი. ეს იყო ჩემს სათქმელი დაგიგროვდა. ეს იყო მე უბრალოდ გადავწყვიტე დამენებებინა ქუჩაზე თავი და გამეკეთებინა რაღაცა გამომდინარე ხელოვნებიდან. ეს იყო ერთადერთი ჩემთვის პირველი ერთადერთი შვება იყო, რომ მუსიკაში ჩამექსოვა პოეზია. სხვა მიმდინარეობა არ კი, ვცადე პირველ რიგში რა თქმა უნდა, როკი ვცადე, იმიტომ რომ დღესაც შეიძლება არ მეყვას და მაგრამ ყოველ შემთხვევაში როკი ძალიან დიდ პატივს ვცემ, ეს მარტო მუსიკა არ იყო, ეს ცხოვრება იყო და გამომდინარე როკი ვცადე და არ მომიხდა, არ გამომივიდა და რეპი გამოგდის როგორც? ჰიპ-ჰოპი გამომივიდა, იმიტომ რომ ტექსტი რომელიც დავწერე, პირველი ტექსტი რა кайფს ვიჭერთ ქართველები დღეს მაშინ ყოველშორის ძალიან რეპერები ყოველთვის თვითონ წერენ ტექსტებს? რა თქმა უნდა, ნამდვილმა რეპერმა თვითონ უნდა დაწერო ტექსტი, სხვის დაწერილი არ უნდა თქვა, იმიტომ რომ გაგიგია ესეთ შემთხვევა საქართველოში სხვას უწერენ თქვა. კი, არის უამრავი რაღაცები, რა თქმა უნდა, ყველაფერია, მაგრამ რასაც ხედავ, რასაც განიცდი, რაც გტკივა, რაც გჭირდება, რაც არ მოგწონს, ეს შენი დანახულიდან უნდა გააკეთო ეს რეპში რა და არა სხვისი გამოცდილებიდან რა. სხვამ გამოცა და სხვამ დაინახა, სხვამ იგზნო, სხვამ იგზნო, ეს ის მისია. ეს არის პოეზია. ჰიპ-ჰოპი ქუჩის პოეზია. შენ სიმართლეს ქადაგებ შენი რეპით. შენ შეგიძლია ხარ რაღაც თქვათ, თუნდაც შენ ეხლა არ მითხრა გარეპო რა. აი რო გარეპო. თუ რეპერებიც ფონოგრამით მუშაობენ.
ეს ბოლო ხანები მაგაზია საუბარი, ჩემი ყველაზე აი რაც არ მევასება და რაც არ მიყვარს რომ მეუნებიან აუ ბედე გარეპე, აი იმღერი რა. ლექსად მითხარ თუ მე. არ გეტყვი. იმიტომ რომ ეს არ არის ადგილი, არ არის დრო. ეს არის სიმართლის დრო და მე სიმართლეზე გეუბნებ, შეგიძლია სიმართლის დროში მართლა ვანახო როგორ რეპავ. არა ჩანაწერით. ჩემი პასუხი შენთვის უკვე რეპია, ჩათვალე რა. ხო? ჩათვალე. კი, ჩემი პასუხი შენთვის უკვე მართლა რეპია. ეს უკვე სიმართლეა. ოკეი. რეპერები საერთოდ ცნობილები არიან რაღაც გოგონებში ძალიან პოპულარობით სარგებლობენ, არა? კი, მოსწონთ, ახალგაზრდას მოსწონთ, ახალთაობას, გოგონებს, მანდილოსნებს და უფრო საუბასაც მოსწონთ, მაგრამ ნაკლებად უფრო. არა, რეპერების გარემოცვაში ერთად ძალიან ბევრი გოგონაა ხოლმე, თუ არა? იმიტომ რომ კაი ტიპები ვარ და ემი. კარგი ტიპები ხარ. აი, რას ნიშნავს კარგი ტიპობა შენთვის? კარგი ტიპობა? აი, რაში გამოიხატებ? კრიტერიუმი რა როგორია? უამრავი კრიტერიუმი რაც აი ბედინა კარგი ტიპია, რას ნიშნავს? ერთგული ჭეშმარიტი მამაკაცი და ამ ყველაფერს საერთოდ უამრავი რა, რასაც საერთო ჯამში აი გულის ფორმით კაი ტიპი ქვია. შენს მეგობარს ჭეშმარიტ მამაკაცზე გაეცინა. რა იგულისხმე ამ სიცოცხლეში? არა, მე უბრალოდ გამეღიმა. რატომ გაგეღიმა? იმიტომ რომ იცის რომ კაი ტიპია. კი. ანუ მხოლოდ ამიტომ გაგეღიმა? არა, უბრალოდ ეს არის ადამიანი. და შენ გაგეცი. არა. შეგეთ არის ხოლმე რომ ადამიანები თუნდაც რომლებიც არიან რეპში, იგივე განან სცენაზე მღერიან, ასე შემდეგ. დაშორებულები არიან რაციონალიზმს, ანუ ნაკლებად აზროვნებენ. ამ ადამიანთან საერთო მხოლოდ არის ეს, ანუ ინტელექტი, აზროვნება, ფილოსოფია არის ჩვენთან. ანუ მე ამიტომ მეგობრობ ამ ადამიანთან და დავშვეთ არა იმიტომ რომ ყველა პარამეტრი ინტელექტუალის არის. კი, არა, იმიტომ რომ მარტო ვიზუალურად კი არა ვარ, კაი ტიპი, გაიგი რაც გეუბნება. ყველანაირად კაი ტიპიაო რა. ვინმე არის კიდე ქართველი რეპერი, რომელიც შეგიძლია ბედინას გვერდზე დააყენო თუნდაც ინტელექტუალურად. ინტელექტუალურად. აი ინტელექტით, ხო, რომელიც შეიძლება ბედინას გვერდზე დადგეს. კი, კაბუ, ჩემი მეგობარია ისიც, ანუ ორივესთან აი ესე პლუსია. აზროვნებით კარგად ვარ, კი. ძალიან კარგი. ხო, აი ამ. შენ თვითონ როგორ ფიქრობ? არა, მოდი პირდაპირ კითხვას დაგისვა. მიდი, პირდაპირ მომითხრა პროგნოზი. და მე ნიკი მოკიბულას მითხარი და ჯერ პირდაპირ. არა, ჩვენ ხო პირდაპირ ვსაუბრობთ. შენ ხო პირდაპირ რეპით მე კონტაქტები. პირველი ეტაპის პირველი კითხვა და იმედია მზად ხარ. ქალებში შენი პოპულარობა შენივე გარეპილი ლეგენდაა. რეპი ჩემი პირადულია. ჩემი პირადული. მოდი მითხარი კი, ან არა და მე განვიხილოთ. კი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთი მარტელი პასუხი. აბა რაღაცას გვაგულება, გინდა ამიხსნა რა. ჩემი ცხოვრება, რეპი, შეიძლება ვინმესთვის უბრალოდ მუსიკაა, უბრალოდ ბიზნესია, უბრალოდ. აი ტიპი რეალურად არ სარგებლობ პოპულარობით ქალებში. კი. ხარა მარტო რეპია, ხარა მარტო ჰიპ-ჰოპია. აქ უკვე ადამიანობა, ხასიათებია, უამრავი დადებითი რაღაცებია, რაც ჩემში არის. საერთოდ ქვეყანა გვიყურებს და მე ვინც მისცნობს ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მე არასდროს არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი და ლაპარაკი. მე ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს. აქედან გამომდინარე მე უყვარვარ ყველას, რასაც მე ვაკეთებ. და რახან აქ თქვენ ეგეთი ფორმატი გაქვთ, ეგეთი თამაშის წესი გაქვთ, ვალდებული ვარ უკვე ჩემ თავზე ვილაპარაკო. აზარტული ხარ? ძალიან. ანუ ერთ-ერთი мотиваცია მოსვლის ალბათ ესეც არის. ვერ ვითან წაგებას.
მედი არ წააგე. ძალიან ბრაზიანი ვარ როაგებ ხოლმე და მე ხოლმე შემეშინდეს რომ წააგო. არანაირი შერაშუაში. მე ძალიან გულშემატკივრობ, მინდა რომ მოვიგოთ კარგი თანხა. მოდი ბავშვობაზე ვისაუბროთ. შენ საკმაოდ როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნე, რთული პერიოდი იყო, ხო? 92-13 წლები. რაც თქვი, პრინციპში ყველაფერი ამის გაკეთება ალბათ მოგიწია. კი. გინდოდა თუ არ გინდოდა. მე შენ ბავშვობაზე ვერ მოვყვებ, თუ კიდე რაღაც მოგვიყევი. შენ ბავშვობა. შენ ბავშვობა. ანუ რთული ბავშვობა ქონდა? რამდენად ეკიდა რომ ჩემი საერთოდ საყვარელი პასუხი არის ყოველთვის არ მახსოვს. შენ ალბათ დღეს არ გამოგივა ეგ პასუხი. შენ ალბათ და დაახლოებით უკვე მე 6 ან მე 7 მოსამართლე ჩემი რომელიც მე მსჯის. მე არ ვარ მოსამართლე და არავის არ ვსჯი. პირიქით მე თანხის მოცემის სურვილით ვარ ანთებული. სულ ყოველთვის ცხოვრება მქონდა ისეთი ვიწევდა ძალიან ხშირად კანონთან ბავშვები და სულ რაღაც დაკითხებზე რაღაცას მეკითხებოდნენ, აი ეს როგორი იყო, შენ იქ იყავი ეს რაღაც არ მახსოვს ვიზახოდი. ძალიან მაგარი საყვარელი პასუხი, არ მახსოვს. ადამიანს ვეღარ მოთხოვ ვერაფერს, არ ახსოვს. რატო არ ახსოვს? იმიტომ რომ არის ის. რა პერიოდში დაგიჭირეს იმ პერიოდში შენ? 96-ის გაზაფხულზე, მარტში. რატომ დაგიჭირეს? არაფერს. არა, გახსოვს, ჩვენ გავიხსენეთ. ცეცხლსროლი იარაღის უკანონო ტარება შენახვისთვის და მაგისტრის 96-ში, ხო? მაგრამ რამდენ რაღაც მოგისაჯეს? საერთოდ პროკურორმა 13 წელიო დაიძახა. კიდან მოსამართლემ ერთი თვის მერე წოდოვაო 13 წელი, 19 წლის არის ხა რა პუნქტიო, 8 წელი მისცეთო. 8 წელი. და ბოლოს 5 წელი მომეწია. ყოფნა აკადემიაში, უნივერსიტეტში და პირობით ანუ განათლება შენ ანკეტაში ძალიან საინტერესო რაღაც დაწერე. უმაღლესი განათლება ციხის აკადემია. ორთაჭალის რაღაც. ორთაჭალის ციხის სკოლა და რუსთავი პირველი ზონის აკადემია. ანუ განათლება იქ მიიღე ფაქტობრივად. დიახ, იქ გავიზარდე. არ ნანოფ აი ეს წლები რომ იქ არანაირ. ნანოფ რაღაცებს ერთადერთი იმას მანოფნო სოლი ანკაშვილი არ ყავს და ძალიან ასაკში შევედი რა 33 წლის ვარ და ისი პერიოდი იყო როცა უნდა მართლა ალბათ უნდა მყოლიყო მეორე ნახევარი და ოჯახი და ეს არ ყავს მეორე ნახევარი არ ქონდეს იმედი ვეძებ ვეძებ და ერთ-ერთი მაგაში ვარ დანარჩენი ეს იყო სკოლა უბრალოდ პრაქტიკა რაღაც თეორია 18 წლის ბიჭისთვის არ იყო ძალიან რთული იმ პირობებში ყოფნა ძალიან რთული იყო მარტო ამდენი გლების ხორუმში მოხვედრა. კი, რაღაცა პატარა გამოსილება მქონდა ქუჩიდან, იქ რაღაცები მეშინოდა. მაგრამ დავიტანე, იმიტომ რომ კაცი ადამიანი, რომელიც სულით ძლიერი ხარ, ამჯერე ჭაობიდან ამოხვალ. ძალიან კარგი. არ ჩაიძირები ჭაობს, თუ ხარ სულით ძლიერი. ვიცი რომ განათლებასაც იღებდი, ანუ წაიკითხე ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა. ფილოსოფიური წიგნი, როგორც ვიცი, ფსიქოლოგიური. რა თქმა უნდა, წიგნის სპორტი, იქ მეტი მე არაფერი ინტერესი არ მქონდა. წიგნის სპორტი, მე არ მაინტერესებდა. ნარკოტიკზე დამოკიდებული არასდროს არ ყოფილ ხარ? არასდროს. მე ჩემი ძალიან მესიამოვნო ახლა ეს ინფორმაცია. არ მიყვარს ნარკოტიკი, იმიტომ რომ ჩემი ნარკოტიკი უკვე ჩემი სიყვარულია და ჩემი ბუნებაა და მე ნარკოტიკი არ მჭირდება არაფერში, რომ რაღაცა წამიერი განვიცადო. ფანტასტიკური სალკემ кайფობ, რა, პროსტა. ზივორდე ხარ, მართლა ხარ кайფობ. ჭირდება ხა მე ან ჰეროინი ან რაღაცა მამაზაღლობა, არაფერი არ ჭირდება. შენ ზივორ кайფობ ხოშია? кай ხასიათზე ვარ, ხალხო, ენაცო. აპლოდისმენტები ნამდვილად არის. არ ჭირდება. მეორე ტიპი ჭირდება. სათხოთ? როგორც ყოველთვის. ძალიან კარგი. შენს მძიმე ბავშვობაში გისმენ? მეც ბევრჯერ არ ვიმეორებ. მაგრამ გისმენ. შენს მძიმე ბავშვობაში მშობლები არიან დამნაშავე? კი. დაველოდოთ. ეს პასუხი არის
სიმართლე. ჩვენ უკვე ორი მართალი პასუხი გაქვს, უნდა მოგილოცო სულ რაღაც 4 კითხვა გაშორებს 400 ლარს. მე დარწმუნებული ვარ, ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს და უფრო მეტსაც მოვიგებთ. რა იგულისხმე ხლა ამ ყველაფერში? რა ნიშნავს მშობლები არიან დამნაშავე? ადანაშაულებ რამეში? ან კონკრეტულად. მე ჩემ მშობლებს იმისთან იმ ხელა დიდ პატივს ვცემ, შეიძლება ბევრმა საკუთარ მშობლებს ისე პასუხი პატივი ვერ სცეს. 5 წლის განმავლობაში დედაჩემი კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ორთაჭალის ციხიდან დაწყებული რუსთავის ზონით დამთავრებული პერედაშებზე მოდიოდა ქალი, რომელიც იდგა დაახლოებით 100 კაციან რიგში და ჩემს გამო ყველაფერი არაფერი არ ინტერესებდა. ჩემს გამო მოდიოდა, ნულაც მე მართლა მომიყვანა დღეს აქამდე. მე ხარ ეს თუ რა ვიყოს რაღაც. ბიზაში არ ვიცი რაღაცების გამო. მოკლედ. და ჩემი გაზრდის დროზია საუბარი შენი შეკითხვიდან გამომდინარე. ეს რთული პერიოდი ალბათ ის ბავშვობის რთული პერიოდი რა. მოკლედ რა არის, ცით მე მყავდა მესამე მშობელი. ჩემი მესამე მშობელი იყო ციხის კედლები. ჩემი მესამე მშობელი იყო ციხის კედლები, სადაც მე გავიზარდე და მართლა უკვე დაუღვინდი რა და უღირსი შვილი ვარ თქო, ეგაც არ შეიძლება, მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი გამორიცხულია და ანუ ყველას ალბათ იმიტომ რომ არ იყო იმის საშუალება რომ მე უყოფილიყავი კარგი ბავშვი. მატერიალურ საშუალებას გულისხმობ. ცუდი ბავშვი ვიყავი ეთქობა. და მშობლები დამნაშავეები რატო არიან? შენ თუ ცუდი ბავშვი? თორე ცუდი ბავშვი ვიყავი. ვერ მოგიარეს, ანუ ამაში ადანაშაო. ვერ მომიარეს. მართალია, აი ბოლომდე მაინც არ ვლაპარაკობ. არ იხსნები. არის რაღაცეები, რის თქმას არ შეიძლება და არ გინდა. გასაგებია, მე აქ მოძალადე ნამდვილად არ ვარ, რაც არ გვსიამოვნებს, მოდი ძალიანაც ჩავუღრმავდებთ. მოდი მითხარ, აი როგორი უნდა იყოს შენი შეხედულებით ნამდვილი რეპერი? აი ტიპი გავიგე როგორი უნდა იყოს და ნამდვილი რეპერი. ნამდვილი რეპერი უნდა იყოს პირველ რიგში ერთგული საკუთარი ქვეყნის. შემდეგ მას უნდა ქონდეს გამოცდილება, არა თეორიული და არა ნანახი და არა გაგებული. არამედ პრაქტიკულად გამოცდილი უნდა ქონდეს ცხოვრება. უნდა ქონდეს ნანახი, აი ეს გაჭირვება, აი ეს ტკივილი, აი ეს ცუდი, რომ იქიდან გამომდინარე ის იყოს კარგი, ის იყოს კაი ტიპი, ის იყოს ჭეშმარიტი ადამიანი რა. არ შეიძლება სხვისი ნათქვამიდან გამომდინარე, სხვისი დანახულიდან გამომდინარე, სხვისი განცდებიდან გამომდინარე ის გააკეთო. შენ უნდა დაინახო ეს ხომ, შენ რომ გამოსოდო პონჩიკებზე და პერაშკებზე და კარაქიეპურზე გაზდილი და ფუფულებაში გაზდილი ადამიანი ის რეპერი ვერადროს ვერ გახდება რა. იმან მე შენ რა უნდა მასწავლოს, ხო? რეპი არის სიმართლე, პროტესტი, ჭეშმარიტება. გამოდის ადამიანი და წერს და თავის დანახულს კითხულობს და გეუბნება რომ აი მე ეს მიჭირდა, მე გადავრჩი, ხო? და მე გავიტანე ჩემი და მე გავხდი გავაკეთებ ხელოვნებას. მე ვარ ქუჩის პოეტი. კი, ხო, ჯანდაბას, ხო, ქუჩა შეიძლება ვიღაცებისთან ასოცირდება რაღაცა ცუდ პონჩი და აი ქუჩა რაღაცა ცუდი ხალხი დადიანი, რაღაცა ხულიგანები არიან რაღაცა. არა, არანაირად. ქუჩაში ბევრი რაღაცა სიმართლე დევს, რაც სხვა ადგილებში არ დევს, რა ის სიმართლე რა. ხო და ეს უნდა გამოცდოს რეპერმა. მე არ მინდა ხა ზანგებზე და იმ ხალხზე ლაპარაკი, ვინც ყველა ჩვენთაგანმა ყველა ვიცი და ვისაც ნანახი გვაქვს ფილმები, ვინც ინგლისური სლენგი ვიცი და კითხულობთ ის გვესმის რას ლაპარაკობენ ისინი და რაზე კითხულობენ, რაზე მღერიან. მე გონები ჩემი და გამომდინარე გეუბნები ქართულ რეპზე უკვე საუბარს რა. რას დავინახე ის თქვი. 2094 წელს შავთეთრი გადაცემით გადიოდა მეორე არცე გადაცემა შოუბის დაიჯესტი და დატა ამოღლობელი მოვიდა და მეუბნება რა არის ქართული რეპი და რას დავინახე ის თქვი მეთქი და 2 წამით ეს გადაიღეს და გაუშვეს ეთერში და всё. მოკლედ და კონკრეტულად. შენი ცხოვრება ხო რადიკალურად ალბათ შეცვლილია, თქვა თუნდაც 96-14 წლებისგან განსხვავებით. შენ როგორ თვლი? უფრო კარგ რეპს წერდი მაშინ? ვიდრე ახლა. დაუხვეწავს. ეხლა უფრო სულ დახვეწილი ვარ და ხარისხიც უფრო გამოუჯობესებული. დაგისვა მესამე კითხვას.
შენი კრიმინალური წარსული სხვა რეპერებზე მაღლა გაყენებს. როდესაც არ ხარ გულგრილი კამერების მიმართ, როდესაც შეგიძლია ექსპრონტად გამართო შოუ ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ესე იგი შენ ნამდვილად ხარ ქართული ჰიპ-ჰოპის мама. დაბზარე, რიზარი, ვინახა რაგენ დამსხორების დედა, ეს თავი გაგვიძა. ტკივილნარევი პროტესტი თუ არანორმატიული ლექსიკით შემიღული პოპულიზმი. ლექსენი რომ შენთან მოსულიყო რჩევის მისაღებად. ფურცლებს თავზე გადაახრებდი. ის ფასად უჩნდება მამაც ბედინას გულწრფელი აღიანება. ყოლეში მე ძალიან რა. ნახეთ ბედინას სიმართლის დრო. შენი კრიმინალური წარსული სხვა რეპერებზე მაღლა გაყენებს. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ილოცავს სამი მართალი პასუხი. რა იყო? ვისაშინი? უნდა იყო პროფესიონალი იმას რასაც აკეთებდა, უნდა გჯეროდეს რომ მართლა მაგარი. რა აკითხა? რა იყო წერა? არა. ათვერისო. გითხრა რა იყო? კი. არ გამიხედავს. აი ეცერიდან არის ნაიესტი ძალიან ახლოს რა და წაში რაღაც დაფიქრებულად რომ გიყურებე რა რომ ეს პასუხი არის და ყველა რომ ელოდება რა სიტყვის და რაღაც ლელა რომ ხომოდის კადრი და და რაღაც შეიაშინე. არაფერი რა. გადავალ რა. კარგად იცი რა იყო. შენ არ გითხარი. ვიღაც არ მიყურებ რა ძიხარ ველაპარაკობს სადაც მასებზე მუშაობ. მე ხალხო თვალის გასწორება საერთოდ გიჭირს? ისი? თვალის გასწორი? რატომ? ბავშვობიდან კომპლექსი მაქვს. რისი? აღონდ ხო იცი მე დავიჭირე. ძალიან მახინჯი ვიყავი ბავშვობაში და გოგოები რომ მიყვარდა და გოგოები რომ მოწონდა იმენ ყურადღებას არ მაქცევდნენ და ბოლოს უკვე რომ რაღაც ცოტა წამოვიზა და რაღაც მე რომ დამისყო ყურადღებას მოქცევა ის ძალიან მომწოხა შეგიძლია შემომხედო. ანახე მყავს რამდენჯერ უნდა გნახო. ახლა არა ვიყო მე მაინც მომეც საშუალება დავტკბე შენიც. ეხლა ვერ მოგემაგნიტები და ხა გიყურებ. არის რა სასიამოვნო. რა ვიცი. ეს მხოლოდ ერთეულება იცი. რა. როგორი სასიამოვნოა ხარ არ ვიცი რა ვიცი. ცი. მოდი მეგობარ რეპერებზე ვისაუბროთ. ვისთან მეგობრობ? კაბუ ვიცი თქვა, კაბუ არის შენი მეგობარი. კიდე ვის თვლი? მეგობრად და რეპერად თან. ყველასთან მეგობრობ. იმიტომ რომ მე არ ვიცი, მე სამწუხაროდ კაბუ ვიცი. ვინც იცი და ვინც არის ჩათოლე შესახებ ვიცოდი და რაღაც ბევრი არ ვიცი. ჩათოლე ვინც იცი და ვინც არ იცი ყველასთან მეგობრობ, იმიტომ რომ შეგიძლია ჩამომითვალო უბრალოდ რომ ვიცოდე რომ ეს ადამიანი, როდესაც ნახავს სადღაც არის რეპერი, სახელით მაინც რომ მივხვდე ვინ არის. 358 რეპერის სახელი და გვარი ჩამოვთვალო, გინდა? არა, უახლოესი 10-ის. ყველაზე ახლო. 7-ის მაინც. შავი პრინცი. თან მითხარი თვალებში რომელი შემომხედა. შავი პრინცი, ზოალი, კაბუ, ჯოკერი, გამურა, სიომა, ამიკო, ზებნილების მთელი ბანდა, ჯერო, ну ეს გარკვეული ის ხალხი, ვინც შეიძლება თქვა ტელევიზიით და რადიო და პრესით საზოგადოება ვიცი, თორე არის უამრავი ბენდები, ბიჭები, სოლო შემსრულებლები, რომლებიც არიციან და უბრალოდ ახლა ის ხალხი რომ ჩამოთვალო. სად რეპავენ ისინი? სად? სახლში? იქ, სადაც არის ნამდვილი რეპერი.
და სად არის ის ნამდვილი რეპი? სტუდიაში რეპავდეთ მორჩა? კი. სტუდიაში და რაღაც კონცერტები როცა არის რაღაც. 90-იან წლებში შენთან ერთად სათავეში იყო თქვა და აი რეპის სათავეში ვინმე? არა. თუ მარტო იყავი აბსოლუტურად. არა, 93 წელს იყო კონცერტი, როდესაც მე ვნახე პირველი ქართველი რეპერი, კი არა და საერთოდ ადამიანი, რომელიც აკეთებდა რეპს დასავლეთიდან. და ეს გიყურა. დასავლეთიდან ეს იყო შავი პრინცი, როცა მოხდა დასავლეთი აღმოსავლეთის შერწყმა ერთმანეთში დამეგობრება და კაცურად რო იტყვიან ხოლმე, აი ჩახუტება, რასაც ქვია რა, დასავლეთ და ქუთაისიდან ჩამოვიდა შავი პრინცი თავის ბანდასთან ერთად, ბენდთან ერთად და თბილისში ავიშთე მე დავხვდი მე. გაკეთდა რაღაც საერთო კონცერტი, სადაც მე და შავმა პრინცმა ქართულ ენაზე შევასრულეთ პირველი ქართული, რასაც ქვია, რეპი მასის ხალხის და საზოგადოების წინაშე. ეს ხო ჩემი პირველი, აი დაკავშირება დასავლეთი აღმოსავლეთის მართლა დაკავშირება, რასაც ქვია, აი დაკავშირება. კარგი, მესმის. ეს ჩემთვის მოსულა ვინმე. კი, ძალიან ბევრი დღესაც გუშინწინაც ტექსტის ჩასასწორება. ყოველ დღე ძალიან ბევრი მოდის, ბევრი დამწყები მოდის. უნდათ რაღაც გაკეთება. რა რჩევასაც მე ვიცი რა, ეს აქტუალური არ არის, შეიძლება რაღაც უთხრა? შეიძლება თვითონ ხედავდეს და თვითონ წერდეს და რა რჩევაზე მოდის. ეს მოვიდა ბიჭი, დაახლოებით 17 წლის და მედი გამარჯობა რაღაც ესეთი ტელეფონი და ამერიკა საცხოვრობენ და აქ ცხოვრობდა, არა, საცხოვრობ არ მეტყვი, იცი სადაც ცხოვრობ, მოვიდა. ვანახა ტექსტი, მომასვენინა სიმღერა და მეუბნება რომ აი ჩავწერეო და რას მირჩეო, რა ვქნო, აი მოგწონს, არ მოგწონს და 16 წლის ბიჭი, რომელიც გამოხო 16 წლის ვაჟკაცი ბიჭი გამოხო სცენაზე და დადგები და ბოდიში და ასარმლებული სიყვარულზე დაიწყებს სიმღერას, ეს ძალიან ეკლესიაში მოვიდა. ძალიან ადრევია რა. მოდი ჩემო ძმაო მე, ჩემო პატარა ძმაო, მოდი. შეხედე ცხოვრებას, დაინახე, რა ხდება, ხო? რა არ მოგწონს? რა მოგწონს, რა გიყვარს, რა არ გიყვარს, რას ვერ ეგუები. გამოხატე შენი რაღაც ახალი რა და ეს რაც შენ ახლა მე მომიტანე აქ. ეს უკვე გაიარა საქართველოს რეპ კულტურამ 95-იან წლებში და ახლა შენ აგინე ეს გინე ხა გამოუაშკარავ და ხალხს ამით გინდა შენი ასრავლებული თვალები დაანახო რომ მე გოგო მიყვარს ვიშველე და რეპერი ვარ მაგრამ რა ვქნა ეს არ არის რა და აი დღეს შენ რაზე მღერი აი რაღაცა ერთი მაინც ექსად მაინც მითხარ რომ წარმოდგენა ყველაფერზე ბედინა მაგდებს აი აგდება არაფერს შუაში არ არის რაღაც სლენგით მელაპარაკე კარგი ხო აი უცებ ორი სიტყვით გეტყვი აი ორი სიტყვით იმ სიმღერის ტექსტს აგეკითხა ორი სიტყვით რომელიც დღესდღეობით არის ხიტი და მე ჩავწერე დაახლოებით 10 წლის წინ რა და რომელიც სიტუაციასაც მოუხდება და შენ გეტყვი მაგრამ არ დაიჯერო რომ შენ გეუნები არა ისე მითხარ ლამას თვალებში ჩაგხედო ისევ ამაყად გეტყვი მიყვარხარ ისევ შორიდან გიყურებ ისევ და ისევ ალბათ ჩემთვის უცხო ხარ ისევ რაო პატარა მოგენატრე აი ეს რას ნიშნავს არა რაღაცა ჩამოვარდა და არა ხშირად აკეთებ გადავიფეთქე უბრალოდ ანუ რამე რეპული რეპერები ვარ სუფთები რა არანაირი რაღაც ხრებზე არ გვაქვს აი სუფთები ანუ რეპული ჟესტი ანუ თუ როგორ არაფერ ჩვეულებრივი ჟესტი ახლა ხანდა ხო შეიძლება რა ქიფქი დაგეცეს ან რაღაცა დაგეცეს და სვივა ფანტელები ახლა ნუ მე ნუ ამატირებ იქით აი მე რაღაც ცოტა თბილი გითხარი და შემედო სხვა რაღაცა მეთქვა და ახლა იმას ხوار გეტყოდი რა დაგეცეს შეიძლება რაღაცა ხო შეიძლება დაგეცეს ასარგი აქცევ და გადაიფერხავ რა ლამბა რა ჩემო კარგო მე ახლა ძალიან ყურადღებით გისმენია რეპერების ჩამონათვალში მეგობრების ყოველ შემთხვევაში და მეგობრების ჩამონათვალში იქ ვერ მოიქცე და არ ფიგურირებდა ერთი ადამიანი რომელიც ბევრმა იცის და არ ვიცი არ აღიშენება არ აღიარებ როგორც რეპერს ლექსენთან ურთიერთობა არ გაქვს ეს შეკითხვა თუ უბრალოდ შენი პირადი ინტერესია პირადი ინტერესები გვაქვს ესე ძალიან კარგად იცი ყველაფერი რას მეკითხე ნუ გინე ხალხმა გაიგო შენ გონე მე ვიცი ყველაფერი რეპთან დაკავშირებით ეს არის სიმართლის დრო აქ უნდა ჩვენ ვისაუბროთ მე და შენ რომ გდომებოდა ცალკე იმ ოთახში დავждებოდით ვისაუბროთ აი ხო ბაზარი არ არის გეტყვი არ არის პრობლემა მაგრამ თელმო სოფლიომის და თელმო საქართველოს მე არ ვიცი ფართლა ოღონდ ურთიერთობა არ მაქვს არანაირი იმიტომ რომ არ ვიცნობ ადამიანის პიროვნებას ეს ერთი როგორც შემოქმედს როგორც მის შემოქმედებას არ ვიცნობ ასევე და
ეგ ორი. მესამე. იცნობ მის შემოქმედებას? არ ვიცი. არ იცი მისი არც ერთი სიმღერა? არანაირად. რამოდენიმე თქვენ თუ იცით ლექსენის რომელიმე სიმღერა? შენს მეგობრებს ვუყურებთ. მე გამიგიაგე. მაგრამ არ უსმენ. არა. არ უსმენ. მე არც შენთვის ლექსენი ინტელექტუალ რეპერებთან სიაში შედის თუ არა? რეპერთან სიაში. ლექსენი? ხო. არ სწავლობდა ისიც. იცით რა არის, როდესაც თვით პიროვნებას არ იცნობ, ცოტა რთულია მისი ინტელექტუალურ მხარეზე. სიმღერიდან გამომდინარე, ხო შეიძლება იფიქრო ხა ადამიანმა მიხვდე რას ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს. მე არ ვიცი ხა ტექსტები ლექსენის სიმღერების, იმიტომ გეკითხები, რეპში ჩახედული ადამიანები ხართ. არა, მე ვერ უწოდებ ჩემ თავს, რომ რეპში ჩახედული ადამიანი ვარ. ანუ, კარგი. ენი ბედინას შემოქმედება უფრო მოგწონს თუ ლექსენის? როდესაც ჩემი მეგობარი როგორ მაგიდა გამომდინარე არ თქვა. თქვი აი როგორ შეულებრო უბრალოდ სმენელი ტელევიზიის შეიძლება მხოლოდ გააკეთო მაშინ, როდესაც ორივე გაქვს. გესმის? ხო. ანუ პასუხს ვერ გაძლევს, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ მის შემოქმედებას არ ვიცნობ და არ უსმენ. არ უნდა უბრალოდ რომ იმ ადამიანებს უდი თქვას. ცუდი რატომ უნდა თქვას? არ usmen და კი ბატონო, მე ხა პირდაპირ მიშას სიმღერებში არის რაღაცები, რაც დავუშვათ ჩვენ სულიერ მდგომარეობასთან ახლოს არის, ანუ თუნდაც ის სიმართლის დრო, ანუ სიმართლის დროში ვარ, ხო? სიმართლე. პირველ რიგში ეს. გასაგები. და აი მასთან ესე მოსმენი სადღაც. მოდი აი ახლა იქნება ეს მეოთხე კითხვა, რომელიც საკმაოდ აქტუალური იქნება ალბათ ამ საუბრში. რა გინდა ლექსებთან გინდა ხა მო იომებს. ლექსენი რომ შენთან მოსულიყო რჩევის მისაღებად. ხურცლებს თავზე გადაახევდი. კი ნახოთ. ეს პასუხი არის ლექსო არ მეწყინო საქმე სჭირდება. თქვი სიმართლე ხო? სიმართლე. ორი კითხვა გაშორებს 400 ლარს. ცოტა, მიდი მე დროზე თქვი რომ უსი მოვიდეთ 100-მდე ზემოთ. მე შენი ცქერი ტკბები და დროზე ვერ გაგიშვებ. შესვენება არ გვექნება? არანაირად, ჩვენ არ ვისვენებთ ხოლმე. ეს სხვა თამაშებში ხდება შესვენებები. ჩვენ აქ აქტიურები ვართ. ადამიანს რომ უჭირდეს? არ უნდა გიჭირდეს, მე შენი მჯერა. რატო სამეგრელოში თამადა გიარო? შენ სამეგრელოში რა წესია, იცი? რა შუაში? თამადას არ აქვს უფლება რო ფეხზე ადგეს და საპირფარეშოში გავიდეს. შენ იცი ეგ წესი? და მთელი кейფი სუფრაზე უნდა იჯდეს იქ და აქამდე ჩვენ მივალ და საპირფარეშოში არ ვიცი, ალბათ გაგიშვებ. მაცალა ჯერი. მაინტერესებს შენ როგორც აი ჩვეულებრივ ძახი რომ ხარ ჭეშმარიტი მამაკაცი. ცნობილი ხარ, არ ვიცი, შეიძლება ჭორია. მე ქალთანე ხარ? საერთოდ სიტყვა მე ქალთანე აი ცუდი სიტყვა, მაგრამ ნუ აი არ ვიცი როგორ არ ყოფილა არასდროს მე ქალთანე და მუსუსი მე აზრი ხო გაიგერის თქვაც მინდა. არმიჩალიში არასდროს ქალებზე რო აი არასოდეს. დამეკერე რა. კი, მიყვარს ძალიან მაგრამ ქალები ვენაცვალე ქალებს ძალიან მაგრამ მიყვარს და როგორ ხდება ხოლმე ეს შენ შემთხვევაში? არიცი? შენ არ ჩალიჩობ, შენი აი ეს თქო სლენგი რო გამოვიყენოთ. და ანუ იქით ჩალიჩობენ? მე ახლა გეტყვი იმას რაც იცის თელმა ქვეყანამ. მე არასდროს გოგოსთან ერთად ბაღში სასეირნოთ, ქუჩაში რაღაც პადრუშკით ფონჩი რაღაცა ისეთ სიტუაციაში, აი რაღაც ძალიან ის რომანტიკულ სიტუაციაში არასდროს არ ყოფილა და რაც მივლია რა. და არც გინდა? არც მინდა და აი კი არა, მინდა, მაგრამ შეიძლება ჩემი მეგობარი იყოს, შეიძლება ენი იყოს, ან ნუსა იყოს და უბრალოდ გავისვო სადღაც ალექსანდროვის ბაღში, რაღაც დავსხდეთ იქ, მიჯდეთ. და შეიძლება არა, მე ვიძახ გოგო. ხუთში ვთქვა, ნუსა წავედით რაკეტა რა გვინდა. გამოძრავებს თქვა და აი. არასდროს მე ქალზე არ მიჩალიჩია და არასდროს მე ქალის გამო
ტყუილები არ მithქვია რა. ეს მოდის უბრალოდ ურთიერთ აურიდა რა. მე თუ მანდილოსარი მომწონებია რაღაცა ერთჯერადი რაღაცის გამო პირდაპირ კითხვას დაგისვავ და ახლა გავიგებთ. ახლა ისეთი რაღაცა თქვი რომ მე გამიჩნდა სურვილი მომენტალურად გადავამოწმო ყველაფერი. არ გადაამოწმე. მეხუთე კითხვა. მიზან დასახულად. ისმენ. მე ბევრჯერ არ ვიმეორე. ვიცი, უკვე მეორეს მითხარიეთ. მიზან დასახულად. მოგიტყუებია გოგო, რომ მასთან სექსი გქონოდა. კი. ეს პასუხი არის ახლა სექსი გინდა, ესე იგი ატყვი. ახლა გიყვარს მაშინ ცოლად. იმაფლია ვისი უაჭოდი და ყველა ნომერი ვუყურებ. შენ არაფერს არ გათხოვს, იმასაც გეუბნები როგორც. სიმართლე. და ურთიერთ გამომრიცხავი ხომ არ იყო შენი მონათხრობი და ეს პასუხი. როგორ? ვერ გავიგე რა მითხარი. ურთიერთ გამომრიცხავი ხომ არ იყო შენი პასუხი და წინა საუბარი. არ მომიტყუებია არასოდეს. და უცებ კი იძახი. საერთოდ რა არის? ჰაჩიავისთვის არის ტყუილი. როგორ რა თქვა? ანუ თავისთავად ტყუილი როგორია ეს ჩვენთვის აჩამს არ არის ცნობილი. სიმართლეა. აი ეს არის მარტივი. სიმართლესთან ერთად სინათლეა და რა არის? თვითონ შეკითხვას აქვს უამრავი ბევრი კრიტერიუმი, რაზეც მარტივი კითხვა არ იყო ეს? კი, მარტივი კითხვა იყო, მაგრამ აქვს მაგ კითხვას უამრავი ბევრი რამ რა. არსებობს ხალხი, ვინც მანდილოსას უხსნის სიყვარულს იმის გამო, რომ ჩაიწვიოს ლოგინში. შენთვის ეს არის ერთ-ერთი მეთოდი თანამედროვე. არასდროს. ხო, მაგრამ მომიტყუებია რაღაცის პონჩი, რომ ხალი მაინც ძალიან სუსტი არსებაა და ტყუილების ჯერა და ზღაპრებს. საჭირდება? იჯერებს. კი, ხანდახან საჭიროა. შენ არ ქონია შემთხვევა რომ პირდაპირ გეთქვა იმ მანდილოს იცი რა მე მინდა შენთან ინტიმური ურთიერთობა. ეს რა არის? აი სექსი მინდა უბრალოდ. ძალიან გრუბია რომ აი ადამიანს უცებ მოგწონს და მიდიხარ და გამარჯობათ. არა, პირველ ისიც მე თქვენთან სექსი მინდა. რაღაც და ეს არ ხდება არასდროს. ესე იგი გისერნია ბაღში, გისერნია ქუჩაში. არასდროს. შეგიძლია პირდაპირი ვარო, იმიტომ გეკითხები რომ პირდაპირი სუვერიდები გოგოსთან ერთად სიარულს საზოგადოდ. ზოგადად. რა დრო გჭირდებოდა ხოლმე? სულ ჩაბოლოებულ მანქანებში თუ დავждები გოგოსთან ერთად, აი გჭირდებოდა ხოლმე. რა? ხალის დაკერვა? ხო, სექსამდე მისულიყო. დასუფრო მალე უკეთესი, მაგრამ და ის მალე რა არის? ამას გეკითხები ზუსტად. მაქსიმალური როგორ იყო ეს? არ დამითვლი, არ ვიცი. რა, რამდენი ხანი დამჭირდება დრო? აი, რამდენი ხანი დამჭირდება? გადაცემა ხო არ არის სიმართლეს დრო, რომ ქალთან მოგიწიოს. არ ვიცი, რა ქალზეა დამოკიდებული. მოძალადი არ ყოფილვარ და იმედი არ ყოფილი. მაგრამ არიან ქალები ერთჯერადები როგორ იცი? აი, უცებ იმ დღეს როცა გაიცანი და всё, მეორე დღეს ტელეფონს თიშავ, მის ნომერს შლი, არ გაინტერესებს, ივიწყებ. არ გაწუხებენ? ხომ გაწუხებს, მაგრამ არ მახსოვს ისი? არ მახსოვს. რომელი ხარ რაღაც, რა ქვია? ეკა, ძალიან ბევრი იყო. რა, არ მახსოვს. კი? სახელებიც ხომ არ გავიწყდება შემთხვევით. არა მარტო სახელები, არამედ კერდის ზომას მავიწყდება ხანდახან ზოგიერთები. ზოგიერთების მწარები გაქცევს? დაუვიწყარი მკერდი გაქვს, ვინმე დაუ. არ არსებობს, ეს სიმღერაში. ამოუშლელი. სიმღერაში მაქვს ტექსტში რა. როგორი ტექსტი? ბედინაკი ოსნებობს ისეთ მკერდზე, რომელიც არ უნახია ჯერ არც ერთზეო. დღემდე სულ რაღაცა გადაობენ ხოლმე, რომ რა ხენი ნახე ეგეთი მკერდი, რომელიც მოგეწონა? არა. შენ სიყვარულს ეძებთ მკერდს. იდეალურს. რას? იდეალურ სიყვარულს ეძებ თუ იდეალურ მკერდს?
აი მაინტერესებს. ყველაფერს. ბედინა მეუცნებე მკერდზე. ესე კარგი გამოვიდოდა. არა. კერდი ძალიან ლამაზი რაღაცაა და ძალიან ლამაზი გასაგებია, მაგრამ შენ გინდა რაღაცა შვილი ყოლო და რაღაც აყვარელი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია და შენ ეძებ მკერდს როგორც მე მივხვდი და არასაყვარელ ადამიანს. ნუ ეს რაღაც გართობის სპონჯი არის საუბარი და იმ რაღაცის გამო თორე მე სოს კი არ ვეძებ მკერდის გამო. აქ სხვა რაღაცა აქ უბრალოდ მკერდია რა, უბრალოდ არ არის მკერდი, მაგრამ მკერდი. კარგი, მოდი თემას შეგიცვლი. 5 მართალი პასუხი უკვე გაქვს და მოდი ახლა რაღაცნაირად თემას შევცვალოთ, იმიტომ რომ მე მგონი შენ ნელ-ნელა შეიძლება ამ წითელმა სკამმა და თემებმა აგაგზნოს და ცოტა შემეშინდა, ხო იცი? მოდი, ვისაუბროთ შენს მშობლებზე. ერთად ცხოვრობთ დღეს? კი. ერთად ცხოვრობთ. ხოდაშორის დედაშენი კარგად კერავს. ეს მე როდის მე მის შეკერებს? ესაც მაგარი ხელი აქვს, ძალიან ენი დამესახმება. არა მარტო კერავს, არამედ საჭმელებს აკეთებს ძალიან უგემრიელეს. წელი ჩემი საძმაკაცო სულ მოდიან ხოლმე. აი, ოღონდ ემსას გაკეთებული საჭმელი ჯამონ. რეპერს სასცენო კოსტიუმი არ საჭირდება, ჩვეულებრივი ჩაცმული გადის. მე არ ვარ სასცენო და ეგეთი ანუ ეგ კორდებალეტი ტიპი არა ვარ, რომ სცენაზე რაღაცა. ანუ რეპერს საერთოდ არ ჭირდება, ჩვეულებრივად. არაფერი. როგორიც ხარ, ისეთი უნდა იყოს სცენაზე რა. მამა? მამა? მამა ძალიან მაგარი კარი ადამიანი. დამიბერდა 80 წლის გახდება მალე. 25 წელი ქართულად როგორ არის არ ვიცი. გრაჟდანსკი ავიაციაში გასმა იმუშავა ხირსეულად. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ჩემი ძმაკაცია. ეხლა ტელის დავისხებ, რა გინდა ხა, აი ხო. შენი შვილი გინდა რომ მამა შენს გავდეს, თქვათ, როცა გეყოლებ. არა, უბრალოდ იმიტომ რომ მამა ჩემს მოუწია ესეთ პერიოდში ცხოვრება ესეთ პერიოდში ყოფნა, რომ მაშინ ვალდებული იყო კომუნისტური რეჟიმით ეცხოვრა მას. და ის იყო რაღაცებზე შეზღუდული და მე არ მინდა ჩემი შვილი იყოს შეზღუდული. მე მინდა ჩემი შვილი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი. იდეოლოგიურად, ანუ აბსოლუტურად განსხვავებულები ხართ, ხო? ანუ მენტალურად. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ გენეტიკურად მაგრამ არ ეთანხმება იმას, თქვა, რასაც აპროტესტებს რეპერი ბედინა, მისი შვილი. კი. ეთანხმება. არადოს არ ვთქვია, თქვა, რომ აი, ჩემს სიმღერას რომ მოусმენს ხოლმე რაღაც გასლაპარაკო. ამ სიმღერაში რატო იგინები და რაღაც არ ვთქვი არაფერს. ვთქვია, რომ რაც მოგწონს, რაც გინდა ის გააკეთე რა. ეხლა მეუნება მაგას და თავის დროზე კომუნისტების დროს როცა მე სკოლაში ვსწავლობდი და მაგ პერიოდში მეუნებოდა სკოლაში იარე, ისწავლე და მასწავლებელი გასწავლის და ნუ რაღაცებს კაცურს რაღაცებს მასწავლიდა მე ცხოვრებაში და მეუნებოდა სპორტის სწავლა და ცუდი ბავშვი ვიყავი ძალიან და ვერ დავაფასე ვერც ის ფეხბურთი რომელიც დღეს არ მიყვარს და ვერც ის გაკვეთილები რომელსაც ვერ ვიტანდი. იმიტომ რომ მე ჩემი აზრი მქონდა ყოველთვის და ყველაფერს ჩემებურად უყურებდი. არ მიყვარდა მათემატიკა, იმიტომ რომ მე ჩემი მათემატიკა მქონდა. ანუ შენ საერთოდ ეს უმაღლესი განათლება, გავიგეთ რომ თქვა ციხეს ეძახი ამ უმაღლეს განათლებას, მაგრამ სასწავლებელში განათლება, ანუ გააქვს მიღებული საერთოდ? არა, ჩემი სასწავლებელი იყო გუბერსკის ციხე ორდაჯალა და ანუ ამას არ რუსთავის პირველი კოლონია. თქვა სადმე ჩააბარო ისწავლა. ეხლა? თუნდაც. სად ჩავაბარო, თეატრალურ ჩავაბარო. მე თეატრალური არ მეთქვა. აბა სად? პოლიციაში არ მემიღებენ, გამორიცხულია. შემეტი არჩევანი არ არის, სამი მსახიობი უნდა იყო ან პოლიციელი? აბა სხვა რა არჩევა, ქირურგი? არა, შენ ქირურგი დაგვინდა. შენ მირჩი, აი სად შეიძლება მე ვისწავლე ჩავაბარო. რა შეიძლება შენ? რეპით სად როდემდე აპირებ, თქვა. რო რითი ცხოვრობ, კაი, მოდი მარტივად კითხავ. ბიზნესი. ან სადაც მუსიკალურ სასწავლებელზე არ გიფიქრე, რომ რაღაცა ინსტრუმენტი უკრავდე, არა ჩვეულებრივად იყო ვირტუოზი. დაკვრა არ ვიცი არაფერზე, არც ინსტრუმენტები და ნოტები არ ვიცი. არ მინდა. არ გინდა. ერთი ჟურნალისტი მეკითხება, რაზე უკრავო და აკსის სისტემის ავტომატზე და ნერვებზე მეთქი და შენ მართლა რეპერი ყოფილიყარ და წავიდა. ანუ მართლა რეპერობა ამას ნიშნავს, უნდა იარაღო. არა, ხუმრობ ახლა. მუსიკალური განათლება არც გინდა, ხო რომ? არანაირი. არა, როგორ არ მინდა, კი მინდა, ძალიან მაგრამ მინდა, მაგრამ მუტაცია გამიცადე უკვე ხმაში და არ არის აუცილებელი ვოკალური განათლება, კარგი.
არ გინდა ეს წალა და რა გავაკეთე? სკრიპკაზე ნამდვილად ვერ დაუკრავ, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვერ დავდგები და კი, ბაზარი არ არის, მაგრები არიან, უკრავენ, მაგრამ მე სკრიპკაზე ნახეთ, აი ესე ვერ დავდგები. თან ქართულად რა ქვია სკრიპკას? ეს სწავლა არ გინდა, შენ სასწავლებელში ხო ვერ დაჯდები, აქ ვერ ისვენ. დავამთავრე სწავლა, დავამთავრე. შენ ესე თვლი რომ დაამთავრე, ანუ ყველაფერი იცი. კი. ნუ რაღაცები. თუმცა თავის ფილოსოფიურ ჩანაწერებს ხოლმე კითხულობს ხოლმე ხშირად, აი იქ ციხეში. ფილოსოფიურზე რომ ჩაებარებინა. თუნდაც ვეუბნები. მე არ ჩავაბარ. თითელი დიპლომი მიდის სახში. ვეუბნები რომ წამოვიდეს, მაგრამ მაგ დიპლომს ქვია სპრაუკა ასოებაში ძინი. კარგი. მოდი დაგისვამ მე-6 კითხვას. და იმედი მაქვს რომ 400 ლარს მოვიგებთ, რომ მე რაღაცნაირად სხვა ეტაპზეც გადავიდეთ. მამა შენ. ცუდი მამა. ოცდათამეტი წლის ვეტერანმა რეპერმა გადაწყვიტა აღიაროს სიმართლე. შენს კლიპში გადახების სანაცვლად გოგონებს სექს თავაზობდი. ის ფასად უჩნდება მამას ბედინას გულწრფელი აღიარება. ნახეთ ბედინას სიმართლის დრო. მამა შენ. ცუდი მამა. არა. მამა ჩემი მაგარი კაცია. არა, ანუ პასუხი არა. ეს პასუხი არის ეხლა არ თქვა ტყუილია, თორე და გაუბრაზდი ეხლა გაუ. სიმართლე. შეგაქვს 6 მართალი პასუხი. ინტერნეტის ფული გადახდილია და ხვალ სახიტლის ფულის გვაქვს. ეს არის გარანტირებული თანხა, მართალი ხარ ამ თანხას უკან ვერავინ ვერ წაიღებს. კი. ნებისმიერ შემთხვევაში შენია. მეგობრებო. ბედინას მეგობრებო, რას ურჩევთ? გადავიდეს მეორე ეტაპზე თუ არა? აუცილებლად. თქვენც იგივეს ურჩევთ. კი, აუცილებლად. ბედინა, რა გავაკეთეთ? გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ? 100,000 უყურებ აქედან აუცილებლად. მომენტალურად იქ ვერ აგიყვან სამწუხაროდ. ძალიან გადავიდეთ, დროს კარგავ, დროს. next, შემდეგი. ანუ ყველა ვარიანტში გადავდივართ. აბა რა. ძალიან კარგი. ეჭვიც არ მეპარებოდა. მეორე ეტაპი შედგება სულ რაღაც 5 კითხვისგან. და თუ რა თქმა უნდა ამ 5 კითხვაში ასევე წარმატებით ჩავი, გახდები 4,000 ლარის მფლობელი. ბეძინა, რამდენი კლიპი გაქვს ზოგადად? თუ გახსოვს მაინც რაოდენობა? აი, მოდი ვისაუბროთ ახლა მაგ თემაზე. მე საერთოდ არ მიყვარს პოპულარობა, არ მიყვარს ყოველდღე ტელევიზორში გამოჩენა და არ მიყვარს ყოველდღე ხალხის სალაპარაკო რო ვიყო რა. არ მიყვარს კლიპების გადაღება და არ გიყვარს თუ თანხები არ არის? არა, მართლა არ მიყვარს. კი ახლა მილიონი დოლარი კლიპში თუ დაგიჟდა ხო, მაგრამ აი პოპულარობა ხო საჭიროა, თუნდაც იმისთვის რომ რაღაც შემოსავალი გქონდეს. δεν აქვს იმის საშუალება, რომ ჩემი შემოქმედება იცი ცხოვრობ. სტუდია მაქვს, ჩემი პატარა სტუდია მაქვს, სადაც მე რამე გამეგვიძებ 4 საათზე, ავამ შუქს, ჩავრთავ და ანუ შემოსავლის წყარო შენი სტუდია. კი, არა მარტო სტუდია, კიდე რაღაცები რაც და რაღაცებს რას ეძახი? რა გაინტერესებს ჩემი შემოსავლები გაინტერესებს საიდან? ხო, ისე მომწოხარ, ეხლა უკვე მაინტერესებს შენი შემოსავლები. განგსტერობთ. დაიჯერებ? არა.
რა. მოკლედ შენს ბიზნესზე საუბარი არ გინდა. კი ბატონო. კარგი, ისევ კლიპებს დაუბრუნდეთ. არ გინდა ლაპარაკი და რა. არ მაქვს კლიპები, არ მიყვარს, კი, რაღაც დუეტებში პატარა გიოსთან ერთად ვიყავი, ჯგუფი ისენის პერიოდი იყო, მაშინაც ჯგუფში ვიყავი, რაღაცა ვიდეოებში ჩანდიხოდი, მაგრამ ჩემი პირადი კლიპი არ მქონდა არადროს და მე უბრალოდ გეგმაში არ არის, ხო? აი დღის წესრიგში არც არ ყოფილა, რომ მე მინდა კლიპი გადავიღო. არ მევასება რა. ძალიან ბევრი ადამიანს რომ უნდა თქვა შენთან კლიპში მონაწილეობის მიღება, ეს თუ იცი. თაყვანისმცემლები რო გყავს, ხო იცი? კი, ვიცი. ძალიან დიდი არმია მყავს, ვინც მართლა ერთგული გულშემატ კი ვარია რა. და ძალიან შენ რა გაინტერესებს ჩემი პირველი კლიპის ამბავი თუ რა მაინტერესებს რატო არ გაკლიპი? არ მოყავს პოპულარობა. პოპულარობა არ გიყავს, მაგრამ ჩვენ გადაცემაში ხანდახან მოდიან ხოლმე სტუმრები, რომლებიც კითხვას სვავენ. დღეს ერთ-ერთი ესეთი სტუმარი ყავს, რომელსაც რაღაცები აინტერესებს. რომელიც შენ თაყვანისმცემელია და ნუ ესე იგი მისი მომავალი გეგმები დამოკიდებული ესე იგი შენზე ფაქტიურად. ჩემზე? არ ვიცი, აი ნაწილობრივ. შემოქმედებით შენ პასუხზეა დამოკიდებული. შემოქმედებიდან გამომდინარე თუ რაღაცა პრობლემა აქვს პირადული. შემოქმედებითი. და პირადულზე მე ვისაუბროთ. ახლა კი შემოგვიწერთან შვენიერი გოგონა, მარი, რომელსაც აი ახლა მე აი აქ დავსვახ, მოკალად დიმარი. დაიცანი ბედინა. შენ თაყვანისმცემელია შეთაშორის. მარი. მე ვიცი რომ შენ იქ კიდევ skitxwa. რომელსაც ბედინა დარწმუნებული ვარ ელოდება, მაგრამ ის არ შემოგხედავს, იმედი არ გქონდეს. აი გინდა ასე დაჯიქნი, ის არ გვიყურებს. ზედ არ გვიყურებს. მოდი ერთად დავსხდეთ, გინდა რაღაცა. ბედინა, მეტი რა გავაკეთო? მე ხوار დავდგე და ხوار დავდგე. აი რა გავაკეთოთ მე? მე ხوار დაждეთ აქ. ორიდებული რეპერია მოკლედ. მოდეს. არა, ნუ შეწუხდე. როგორ მე ვიჟედა თქვენი? მე იმ სკამზე არ ვჭდები. ის მხოლოდ სტუმრებისთვის არის სკამი. არ მიდით, წაუკითხოთ, ახლა კითხვა. ხომ მზად ხარ რომ მოისმინო? როგორც ყოველთვის. შენზე დამოკიდებული ზოგიერთი ადამიანის პეთი. მიდი ომახიანოთ. შენს კლიპში გადაღებისანაცვლად გოგონებს სექსს თავაზობდი? გაგიმეორო? ამ შემთხვევაში შემიძლია გაგიმეორო? ვიცი რა შემეკითხე ვიცი. ვიციო. ვინც ყავს გადაღებული იმათოს არ მარტივი პასუხი გვინდა, კი? მეორე ხალხი ყავს დაკერილი ეგრე და არ გადამიღებული. შენს კლიპში გადაღების სანაცვლოდ გოგონებს სექსს თავაზობდი მარტო. ეს პასუხი არის არა და ამ დროს ისინი აქეთ თავაზობდნენ. შეიძლება პასუხს დაველოდოთ. ისინი აქეთ თავაზობდნენ, რომ ნახოთ პასუხი და მე რა. ოღონდ გადამიღედა. და всё готово და იყო და რა დაუბალო? არა. მაგრამ ვინ იყო იმას პასუხი არ ვიცი. მე პასუხი მაინტერესებს. მე გეტყვი პასუხი. უკვე გითხარ. ეს მარი არ გადამიღია მე კლიპში არსად ხალხო. რა გინდა კლიპში გადაღება გინდა რას მიყურებ ეგრე? მე წამყვანი ვარ. მე ძვირი ვჭდებით. და კიდე პოპულარობა არ მოგვს. სიმართლე. მარი, დიდი მადლობა. შენ დაახლოებით წარმოდგენა უკვე გაქვს. გავაცილოთ, მარი. დიდი მადლობა რომ მოხვედი. მე კითხვა არ დამისვავს, მათ თუ შემოუთავაზებიათ, მე შენ თუ შეგითავაზებიათ. რა გავაკეთო ხა რომ რაღაცებს თავს იმართლებ და გოგოებს აბრალებ. ეს კარგი საქციელია რომ აბრალებ. სიმართლეს ხო ვიძახი რა თავარია? სიმართლე სხვა რაღაცა იყო, ჩემო კარგი. რა იყო? რომ შენ თავაზობდი და არა ისინი. ხა რა გავაკეთო? კიდე 10 თენაში ვართ რეალობასთან თუ რა ხდება? სიმართლე იყო. მაგრამ არსებობს ბევრი რამ, კიდე პირიქითაც მოხდა რა. კაი. მაგრამ არ გადამიღია კლიპში, იმიტომ რომ ბანძები. კაი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ყვარებია. ვინ? კი? ვინ? არ ვიცი ხა რა გიქნა. ვინ? აი მე რომ მკითხონ ხა ცხოვრებაში ერთხელ თუ ყვარებია, ზუსტად მივხვდები რომ მამაკაცზე მეკითხები. რა დოჯი ვაიპერზე ვაფრებ, მანქანაზე. ბაზარი არა მიყვარს. შენ ხარ ადამიანი, რომელიც სიმართლეს ქადაგებს? თემას მიცვი. არა, კი, უბრალოდ კონკრეტულად მითხარი. ზუსტად კითხავ კიდევ ერთხელ. გოგონა, მანდილოს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
შენი პირადულია? ყვარებია. შენი პირადული შეკითხვა ეს თუ ეს საქართველოს მასშტაბიდან მასშტაბური კითხვა ხალხისგან წამოსული. აინტერესებს. შენ გონე მარტო მე ვსვავაკი. მოდი გლეხურად მითხარი. კარგი, მოკლედ. შეყურებული ყოლია ცხოვრებაში? ყვარებულები არა, თუ ყვარებია. სხვა გზნება. გოგონა იმედია. რაღაც სიმღერაა, ხო, რაღაცა რა გინდა გოგონი? სხვაგან მოხდი მე მგონეთ, როგორ არის? ხო, გიშლი ხელს. ხო, კიდე გავაგრძელო მაგის თემა? გააგრძელებ როგორ არის? უკასრავად გენაცვალე. თქვენ გამოუშვით ზარი. არ ვიცი. გოგონი. ეს მახსოვს დასაწყისი არის. რა ზარი, რიზარი, ვინახა, რა გინდა ამ ცხოვრების დედა? ეს ხალხი გაგიჟდა. ყველას მეტყვი ყვარებია, რასაც ქვია? ნამდვილი სიყვარული არავინ. არ გწევია ჯერ. არა, მოწონებია, უბრალოდ რომ კარგი ლამაზი იყო და მე ვიყავი პატარა. ისე რომ მე ადამიანი შემყარებოდა იმის გამო, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩემი შვილის დედა, ჩემი მეორე ნახევარი, მე ამბოლი არა ვარ. ყველაფერი წინ გაქვს დარწმუნებული ვარ იყო. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. უნდა კონდეს. დაგისვა ახლა მერვე შეკითხვა. ეს არის ჩვენი მეორე ეტაპის მეორე შეკითხვა. მიუხედავად ქალის ფსიქოლოგიის კარგი ცოდნისა. როგორც შენ ამბობ. მასტურბაციითაც კმაყოფილდები. ხო არ არის ამაში არაფერი სასაცილო? სატირალია? მამაკაცი მანახები ვისაც არ ჩამოუკრია. კი. კი. მადლობთ პასუხისთვის. ეს პასუხი არის და 3 და 4000 არის უკვე. 100,000. 4 ჯერ სადახ. სიმართლე. ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ? დაიწყო ხა, არის ქა. თემა მასტურბაცია და ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ? კი, ძალიან კარგად ვერ ვიცნობ, შენ ყველა კითხვა იცოდე. აბსოლუტურად. ეხლა ესეთი ემოციური რატომ ხარ ვერ ხვდები? პირველად მოისმინე. მაგ შეკითხვაზე მომზადებული მქონდა საპირისპირო რაღაცა შენზე შეკითხვა, მაგრამ ვერ მოვასწარი, ისე უცებ გითხარი. მკითხე თუ გინდა. არაფერი, არა, ხო გავატარებ. რა შემეკითხე? ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ? მართლა? შეხელოდი რაღაც სხვას და მე იქ არ დავკონკრეტდები, მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს. მართლა გითხრა, რა არის, აი, ქალის ფსიქოლოგია ბოლომდე მე კი არა, მეგონი არავინ არის. ბოლომდე არ მეკითხავს, კარგად თუ იცნობ, შენ თავსაც არ იცნობ, ბოლომდე კარგად. არამც თუ ჩვენ ქალებს. ფროიდმაც არ იცოდა ქალის ფსიქოლოგია ბოლომდე და სწავლობდა ხელი ბოლო წამამდე ქალის ფსიქოლოგიას. მე შენზე თემა გარკვეულწილად. თემიდან თემაზე ხდება. აქტივად გეკითხე. რაშიც მე მჭირდება ქალის ფსიქოლოგია რომ ვიცოდე? ის უკვე ის ზომიერად მჭირდება, ვაგიც მითხარ. აში? არ შეიძლება ქალს გინდა თუ არა სექსის გამო უყურო, ხო ყოველთვის? რა თქმა უნდა. ვერა რომ ეს მანდილოსანია. კი, ფროიდი დახდა რომ ბაზარი არა. ქალთან რომ მიდიხარ არ დაგავიწყეს მათრახიო. არსებობს კიდე მეორე ქართული განხრაო. ყველა ქალი არ ვარგა დედის, დის და ცოლის გარდაო. ხო, მაგრამ უამრავი რამ არის, მაგრამ ქალი რა? უნიკალური არსებაა, მისი მოფრთხილება და მისი მოფერება უნდა იცოდე კაცმა რა. ყველაზე მეტად რას აფასებ ქალში? რას? რო გითხრა მკერდიო ღადაობს იტყვის და. არა, როგორ გეკადრებათ? მე ხო ვიცი რომ უკვე იდეალურს ვეძებთ. ფიზიოლოგიაზე არ არის საუბარი, შენ რაღაცა თვისება ან რაღაც. ხალი რომ ინტელექტუალურად ძლიერია, всё ის საშინელებაა. ანუ ჭკვიანი ქალები არ გქრიბა. აი თუ ძლიერია ინტელექტუალურად ერუდირებულია და. ძალიან მაგარია. ართულია. როცა დაგიჭირეს, კარგი. ხალი პატარა ცოტა შტერი უნდა იყოს. უხდება. გავიგეთ. რამდენ რაღაცას ვიგებ დღეს, რა საინტერესო დღე მქონია. რა მოწოს ქალში? არ მივხვდით უკვე. სილამაზე, შინაგანი, სულიერი. გასაგები.
ციხეში როდესაც დაგაპატიმრეს. ციხეში ქალები არ იყო. არა. ასეთ კომფორტში ვერ იყავი წარმომიდგენია. როდესაც დაგაპატიმრეს, სხვა რაღაც მაინტერესებს. აი იმ პერიოდში თქვა გატაცებული თუ იყავი ვინმეთი შეყვარებული, ნახე ასეთ სერიოზული სიყვარული რომ არ მქონდა ეგ ვიცით, მაგრამ აი შეყვარებული თუ იყავი იმ პერიოდში. ხო, პატარა ბიჭი იყავი. არა. 19 წლის. ნუ მაშინ არა. ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია გიმეორებ. არა, მე არ ვიხდი დიდ სიყვარულზე, მაგრამ რაღაც პერიოდები ასაკში ხარ, სხვადასხვა ასაკში ვიღაცა მოუგწონს, ვიღაცა კიდაც. მაგ პერიოდში ვიღაცა გოგო მოუწონდა, ხოდაშვილს. ვიღაცა გენატრება ციხეში თქვა, ვის ქალი? ქალი კონკრეტულად არა, კონკრეტულად ვიღაცა ადამიანი მანდილოსანი. აი კონკრეტულ ქალზე მაქვს საუბარი, ზოგადად არა. ვის გამოც გინდოდა რომ ერთი სული ქონა, რის გამოხვიდოდი იმას დაინახავდა, ეს მომენტი არ იყო, ხო? არ მყოლია არა. არა, მე არ გენატრება. გენატრია კი, ეხა ტელევიზორში ჯენიფერ ლოპესი გაიშტებოდა და აუ მე რა მაგარია. არა, კაი, მოგეცო თემას, მაშინ მე პირდაპირ დაგისვავ კითხვას. აი მე. და იმედი ამ კითხვიდან გამომდინარე რაღაცას გავიგე. გაბრაზდა. მე არ ბრაზდები. ან ხო პირდაპირ მითხარ მე. და მიხვდები რა მინდოდა შენგან. ციხეში თავის მოკვლას ნამდვილად დაპირებდი. კი. პაპირებდი. ეს პასუხი არის სიმართლე. ეხლა მაინც ვთქვი რა მინდოდა გამეგო შენგან. მე ფერი ქალის გამო ნამდვილად პიროდი ციხეში თავის მოკლა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. აი, მაშინ მიზეზი შეგიძლია, ამის მიზეზი მაინც თქვა. თავის მოკლის? ხო, აი რატომ გაგიჩნდეს? საერთოდ სუასაიდი ყველა ადამიანს გააჩნია თვითმკვლელობა თავის მოკლის და ამას არ აქვს მნიშვნელობა საათ, როგორ როდის. იმიტომ არის ადამიანის ხო, მაგრამ შენ ციხეში გაგიჩნდა ხო ამის სურვილი და არა გარეთ? კი, ნუ ციხეში ხარ. სირთულეები. გარდა თავის მოკლას ვამჯობინებდი სხვა რაღაცების კეთებას და იქ მე არ მქონდა არაფრის კეთების საშუალება, მხოლოდ უნდა მეფიქრა. და ხანდახან ფიქრი ადამიანს აძლიერებს. პირიქით. ზოგს აძლიერებს, ზოგს უყავს. შენ გაგაძლიერე. იყო მომენტები, რაღაცები იყო, უბრალოდ შენ ღმერთმა დაგიფაროს და ბევრი თქვენთაგან ღმერთმა დაიფაროს ციხის კედლებში მოხვედრა და კედელს ციხის კედელს აქვს თავისი ენა, თავისი ხმა და თავისი საუბარი. ის გესაუბრება, გელაპარაკება. ხან ღლის, ხან გართობს, ხან გაძინებს, ხან დროს გაგაყვანინებს, მაგრამ როდესაც ციხის კედელი მორჩება ლაპარაკს, უკვე რჩები შენ მეორე მესთან. აი აქ უკვე არის ბრძოლა ბოროტს და კესილს შორის. ეშმაკს და ანგელოს შორის. არ უნდა მოგერიოს ეშმაკი. უნდა გაუზო და აიტანო და მე ავიტანე, გამოვედი. ხელოვნება გავაგრძელე, სიმღერები ჩავწერე და რავი, სუდი არ სულს არაფერს არ ვაკეთებ, მე მგონი რა, ჭაობში არ ჩავიზერე და ამოვედი იმ ჭაობიდან. ძალიან კარგი. ვაკეთებ ეს, იყო მაგის საშუალება და შეიძლება შეესნა, მქონდა ბავშვობაში რაღაცა პრობლემაში, რაღაცადაც გაიშტე და რა ვქნა და არ გიფიქრია ბრიტვა ან უამრავი კიდევ რავი, მოდი შენ ამ სიტყვაზე რო თქვი. უამრავი საშუალება არის ადამიანის სუასაიდი, ხო თავი მოიგონა. არ არსებობს რო არ ქონიყო შენ ეგ მომენტში. ყველას ქონია. ადამიანი ხარ და სულიერად ძლიერი უნდა იყო ყოველთვის და გადაიტან, მოერევი რა, ბოროტს უნდა მოერევი. როგორ წარმოგიდგენეს შენი მომავალი? ზოგადად ვისაუბრეთ, კიდე ან დავკონკრეტეთ, აი თქვათ, მომავალი ცოლი, ოჯახი, აი როგორი გინდა რომ იყოს, ან როგორ წარმოგიდგენია, რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?
ბიჭი გოგო. იფიქრე ამაზე? ძალიან ბევრი მინდა ყავდეს შვილი, ძალიან ბევრი. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება თუ გოგო. ყველაფერი ღვთისგან მოდის. ყველაფერს განგება განსჯის. არა, ოღონდ ისე იყო საშუალება, რომ რა ვიცი რა. კი, ბადარი არა, მეუღლე უნდა დაასვენე, ხა სულ მუსლით ხوارებდეს თელი ცხოვრება, მაგრამ მინდა ძალიან ბევრი შვილი მყავდეს. მინდა ყველაფერის საშუალება მომწეს, პირველ რიგში ჯანმრთელობა მომწეს, უხალმა რომ ჩემი შვილები გავზარდო. მართლები ის ცუდი, ის სიბოროტე ავაცილო, რაც მე ვნახე, რაც მე დავინახე და რაც მე გავიარე და ნახონ ის კარგი მხოლოდ. კი, უნდა ნახონ, უნდა გამოცადონ რაღაცეები. არ შეიძლება ბავშვი ფუფუნებაში იზრდებოდეს. მაგრამ რაღაცა პატარა გამოცადოს ის პატარა ტკივილი, პატარა ცუდი, პატარა რაღაცა ის რომ იქიდან გამომდინარე ის უკვე იყოს კარგი. და იქიდან გამომდინარე მან ისწავლოს, რომ ეს არის ცუდი და აი მოდი კარს გააკეთე კარგი თორე. შენ გზას რომ გაყვეს გინდა რეებს თუნდაც. რეებს? არ არის პრობლემა თუ მე შევათხე რომ ის პროფესიონალია რეებში და მართლა რომ ის ჩემი შვილია, ჩემი შვილები მართლა რეებს, მართლა ნამდვილ რეებს გააკეთებენ, მე მათ ხელს შევუწყდა. მე თუ შევხედე ჩემი შვილი სხვა მიმართულებაში იყურება და სხვა განხრა ინტერესი და სხვა რაღაცა უნდა მას, მე ერთ დროს და არადროს არ დავაძალებ, ასე გინდა თორე მოდი შვილო სტუდიაში შედი, რა ქვია, ჩაწერე. არა. თუ ხედავ რომ ის იხედება მას სხვა ხედვა აქვს, მას სხვა რაღაცა ინტერესებს, მას სხვა რაღაცაში აქვს უფრო ნიჭი. მე იმ რაღაცაში დავეხმარები მას. გასაგებია. მოდი მაშინ დაგისვავ ახალ კითხვას. შენი შვილი შენგან მეც ისწავლის ვიდრე სკოლაში. დღეს? მარტივი პასუხი მინდა, კი ან არა. მე როგორც მინდა ისეთ იქნება ჩემი შვილი. ჩემგან უფრო მეც ისწავლის. კი თუ არა? კი. კი. ეს პასუხი არის იმიტომ რომ ჩემი შვილია. სადღაც შენი ქვეცნობიერი აბსოლუტურად არ ეთანხმება შენს მოცემულ პასუხს. რომ შენ ძალიან ბევრი დაგაყდა, შენ თვითონაც თქვი ეს. რომ უკვე დრო არ არის მე ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ დარწმუნებული შენ თვითონაც დარწმუნებული ხარ ამაში, რომ გინდა შენ მაშინ მაგარი განათლება მიიღო. მე როგორც მინდა ესეთ იქნება ჩემი შვილი და სხვას რას ისწავლე და იქნება ისეთი კარგი, როგორც შენ გინდა. და განათლებაზე იყო აქ საუბარი, მეტი არაფერზე, თორე როგორც მამა შენ სახში როგორ გაზდე ამაზე არ იყო საუბარი. შენ ეს კითხვები გავლილი გაქვს ფსიქოლოგებთან, ზუსტად იცოდი რა იყო ამაში ჩადებული. შენ ძალიან კარგად ითამაშე, ძალიან საინტერესო თამამი ადამიანი ხარ და ძალიან ბევრი კარგი და დადებითი აღმოაჩინე ჩემთვის, სხვათა შორის შენში შენგან საერთოდ მე არ ვიცნობ რეპერებს, მარტო ერთ ადამიანს ვიცნობდი და ამიტომ ძალიან მესიამოვნე შენი სტუმრად მოსვლა. მე მინდა წარმატება გისურვო. არაჩვეულებრივ დამზადებაც ესეთი. და მოდით აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბედინა, რომელიც ძალიან თამამი და საინტერესო ადამიანია, წარმატებები და ტიპები არ იყოს, მაგრამ იმედია ახალი სიტყვები.